მინდა მიულოცო საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას და ქართულ საზოგადოებას, რომელიც დიდი მოლოდინით ელოდებოდა ახალი პატრიარქის არჩევა, შიო მესამე კათოლიკოს პატრიარქი, ჩვენ რა თქმა უნდა ჩვენი სამეთყველო აპარატის გადაწყობაც გვიწევს, იმიტომ რომ როდესაც ვამბობთ კათოლიკოს პატრიარქს ვახსენებთ, მოდის ჩვენში ილია მეორეს სახელი, რომელიც 59 წლის განმავლობაში იყო საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლი, სულიერი მამა და ჩვენი საზოგადოებისათვის მართლაც სრულიად გამორჩეული მოღვაწე, სასულიერო მოღვაწე და ადამიანი და მღვდელმთავრებსაც, სასულიერო პირებსაც ღვთისმსახურების დროსაც უკვე იგრძნობა გარკვეულად ეს ასე ვთქვათ გადაწყობის მცდელობა და მართლა ძალიან მნიშვნელოვან დროში ვართ ახალი პატრიარქის პერიოდში და ის რომ შიო მესამე არის ილია მეორის შემდგომი პატრიარქი, ეს თავისთავად არის დიდი ფორაც, მას ჰქონდა ეს როგორც მოსაყდრეს და ეს ამ არჩევნებშიც გამოჩნდა, ასევე არის ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევაც, იმიტომ რომ პატრიარქს ძალიან დიდი სიყვარული უძღვნა ხალხმა, იმიტომ რომ თავად პატრიარქი გასცემდა ამ უდიდეს სიყვარულს, მისი ღვაწლი ამ საბჭოთა პერიოდში და შემდგომ მართლაც განუზომლად დიდია საქართველოს ეკლესიის აღორძინებაში, ეკლესია-მონასტრების გამრავლებაში, სასულიერო პირების შესაბამისად შემოდინებაში ეკლესიის წიაღში, ძალიან ბევრი ახალგაზრდის შემოყვანაში აი ამ სივრცეში და ის რომ ქართველებისთვის პატრიარქი ნდობის თვალსაზრისით ნომერ პირველი პერსონა იყო ხომ აწლეულების განმავლობაში და შესაბამისად რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია მთავარი ნუგეშის ადგილი ქართველებისათვის, რა თქმა უნდა, ეს არის უდიდესი გამოწვევა და არა მხოლოდ ახალი კათოლიკოს პატრიარქისათვის, შიო მესამესთვის, არამედ ზოგადად სინოდისთვის, იმიტომ რომ ჩვენ ამ ბოლო პერიოდში, რასაც თვალყურს ვადევნებდით და რაც თუნდაც დღევანდელ არჩევნებზეც გამოჩნდა, საქართველოს ეკლესიაში გამოირჩა ხომ ძალიან ბევრი მღვდელმთავარია, რომელიც მართლაც ძალიან საინტერესოა თავისი მოღვაწეობით, თავისი ასე ვთქვათ სულიერი მამობით ამ პერიოდში და მიუხედავად იმისა, რომ კათოლიკოს პატრიარქი ბრწყინავდა, შეიძლება ითქვას ამ ეკლესიაში, მათაც ჰქონდათ თავიანთი ასე ვთქვათ ძალიან დიდი სულიერი მნიშვნელობა და ნაღვაწი ამ ხნის განმავლობაში და დღეს მეუფე შიო გამოირჩა პატრიარქად, მეუფე იობმა მიიღო მნიშვნელოვანი რაოდენობა ხმებისა, ასევე მეუფე გრიგოლმა ძალიან ბევრ ადამიანს და მეც მათ შორის დამწყდა გული, რომ მეუფე დანიელი არ მონაწილეობდა ამ პროცესში და არ მიეცა მას შესაძლებლობა, ძალიან ბევრი ადამიანი გულშემატკივრობდა და მეც ასევე მათ შორის მეუფე ისაიას, რომელიც მართლაც გამორჩეული მღვდელმთავარია და ალბათ აჯობებდა პროცესისთვის, რომ მათაც მიეღოთ მონაწილეობა და პროცესს გამოერჩია, ვინ იქნებოდა ის სამი კანდიდატი და ვინ იქნებოდა შემდგომ პატრიარქი, იმიტომ რომ თითოეულ ამ ადამიანს თავისი ღვაწლი აქვს, თავისი დამსახურება აქვს და თავისი ხედვა აქვს საქართველოს ეკლესიის განვითარებისა და შესაბამისად მე მაქვს განცდა, რომ მეუფე შიო სწორედ ამ კუთხით შეხედავს პატრიარქობის ტვირთს და პატრიარქობა არ არის ჯილდო ამ შემთხვევაში, ჯილდოსთან ერთად არის უზარმაზარი ტვირთი, რომ სწორედ ეს ადამიანებიც, მნიშვნელოვანი ადამიანები, ჩვენი ეკლესიის წარმომადგენლებიც ასევე იყვნენ აქტიურად ჩართულნი, მათი ხედვები რეალიზდეს, იმიტომ რომ მნიშვნელოვანი იყო ამ განსხვავებული და სხვადასხვა ხედვების შემოტანა და რაც მთავარია, ჩვენ დავინახოთ ეკლესიის ერთიანობა პატრიარქის პერიოდში იყო
ბევრი მცდელობა, რომ რაღაცა საკითხებთან მიმართებაში ილია მეორის პერიოდს გულისხმობ, ყოფილიყო რაღაცა განხეთქილებების შემომტანი თემები და პატრიარქმა ბევრი ასეთი განსაცდელისაგან იხსნა ეკლესია და ააცილა განხეთქილებები და დღეს ერთ-ერთი უპირველესი და მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ეკლესიამ შეინარჩუნოს ერთიანობა, რომ მღვდელმთავრები მონაწილეობდნენ აქტიურად ეკლესიის მიერ მისაღებ გადაწყვეტილებებში, რომ ის რაც ჩვენი კონსტიტუციით არის განსაზღვრული, ეს იქნას დაცული და კონსტიტუცია გულისხმობს, რომ სახელმწიფო და ეკლესია ერთმანეთისაგან დამოუკიდებელია და ურთიერთჩაურევლობის პრინციპზე არსებობს, თუმცა არსებობს თანამშრომლობის სივრცეც და თემებიც, როცა აუცილებელი ხდება ეკლესიისა და სახელმწიფოს თანამშრომლობა, რომ ეკლესია არის უმნიშვნელოვანესი ინსტიტუცია და მას ბუნებრივია უპირველეს ყოვლისა პოლიტიკური ნეიტრალობა პოლიტიკურ ნეიტრალობას უნდა ასხივებდეს, იმიტომ რომ ერის ერთიანობაზე როდესაც ვლაპარაკობთ და ჩვენი ეკლესია სწორედ გამაერთიანებელი ფაქტორია ყველანაირი ტიპის ადამიანისათვის, ხომ? მისი მსოფლმხედველობის მიუხედავად, მისი პოლიტიკური შეხედულებების მიუხედავად და მეცაც ვიტყოდი, სხვა კონფესიების წარმომადგენლებისთვისაც ყოველ შემთხვევაში ჩვენ პატრიარქის პერიოდში ხშირად ხედავდით, რომ ეს რეალობა იყო და მე დღესაც ვიცი, რომ ძალიან ბევრი სხვა კონფესიის წარმომადგენელი ძალიან დიდი ინტერესით და ასევე მღელვარებით ადევნებდა თვალს ახალი პატრიარქის გამორჩევას ამ შემადგენლობიდან. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლება, რა თქმა უნდა, ყოველთვის და ალბათ ყველა ხელისუფლებას ჰქონდა მცდელობა, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტიტუციის და გავლენიანი ინსტიტუციის, ასე ვთქვათ, ინსტიტუციას ჩაწილებოდა რაღაცნაირად ხომ ამ გავლენაში და დღევანდელ ხელისუფლებასაც ჭარბად აქვს, რა თქმა უნდა, ეს მისწრაფება და ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რომ ეკლესიამ თავი დაიცვას და თვითმყოფადობა, ავტოკეფალურობა შეინარჩუნოს აი ამ გარე გავლენებისაგან და ჩვენ ყოველთვის ველით. ერთი რომ სარწმუნოება ძალიან ინტიმური თემაა და თითოეული ჩვენგანი ღმერთთან მიმართებაში ვართ ჩვენი თავით წარმოდგენილი ხომ, ხოლოდ და ჩვენი სულიერი წყობით და სულიერი მდგომარეობით, მაგრამ როგორც ეკლესია ერის მთლიანობის და სახელმწიფოს იდენტობის რაღაცნაირი ძალიან მნიშვნელოვანი ფუნდამენტი და შემადგენელი ნაწილი, ასევე ის ერთიან სიტყვასაც ხშირად ამბობს და ხშირად არის მოლოდინი საზოგადოებაში, რომ ეკლესია მნიშვნელოვან თემებზე თავისი სიტყვა უნდა თქვას. როდესაც ქვეყანაში არიან გაჭირვებული ადამიანები, როგორც ქრისტე და ქრისტეს ეკლესია, გაჭირვებულის მფარველი და მშველელი და შემწე, ასევე თანამედროვე ეკლესია აუცილებლად უნდა იყოს ამ ფუნქციის მატარებელი, იმიტომ რომ ჩვენ საზოგადოებას ასეთი ძალისხმევა, ასეთი თანადგომა ეკლესიის მხრიდან ძალიან ჭირდება. ასევე ერთიანობის შემანარჩუნებელი, როგორც თქვით, და რა თქმა უნდა ის, რომ ჩვენ როდესაც ვირჩევთ 152 პატრიარქს, ამით ეკლესიის ისტორია გრძელდება, საქართველოს ისტორიაც გრძელდება, მაპატიეთ. და შესაბამისად ეს არის უმნიშვნელოვანესი მომენტი და კიდევ ერთხელ უსურვებ მე უფიშიოს, რომ ღირსეული გამგრძელებელი იყოს ამ ისტორიისა.